ჯუთასაც ნილებოდა მაყურებლებო, მეგობრებო. დღეს დავაცობთ მე თქვენ ისე ვისმალ პერეზის ვიდეოს, რომლის თემა ეხება კვანტურ ერაში შესვლას. მას დავიწყოთ. მეგობრებო, დღეს არის 29 ივნისი. იმ დროს, როდესაც წერდა ვიდეოს, იყოფილა 29 ივნისი. და ჩვენ ჯერჯერობითო დღესდღეობით ვართო ისევ პოზიტიურ დროის ხაზზე. და ისმალ პერესი ამბობს, მე ვიცი, რომ ჩვენ ბომბარდირებას ვიკეთებენო ნანო ნაწილაკებითო, ეს ნანო რობოტები კი შედგებიან მეტალებისაგან. და რაც მეტიაო ჩვენ ორგანიზმში მეტალები, მით უფრო გაუჭირდებაო ჩვენ ორგანიზმს მაღალ სიხშირეებთან შეჩვევა. ხო, და ამას რატო ამბობს ახლა ის ვამს რაღაც პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკაში და ამ პროდუქციის რეკლამას აკეთებს. მე მაგას არ თარგმნი, იმიტომ რომ ჩვენ რაში გვჭირდება, ის ამერიკაშია. მალე გაჩნდება 6G, 7G, 8G, მაგრამ არ შეგეშინდეთო ეს მაღალი ჯიები, ასე ვთქვათ, არისო განვითარებული ტექნოკრატიულ დროის ხაზში. და ეს ტექნოკრატიული დროის ხაზი მალე თურმე დაიხურება. უпростоრად გამოიყოფა ჩვენ ორგანულ დროის ხაზს. თუმცა ამ მომენტისთვის ტექნოკრატიული დროის ხაზი არსებობს ჩვენ პოზიტიურ ორიგინალურ დროის ხაზთან ერთად. და მინდა ცოტა ასე ვთქვათ იუმორისტული ასე ვთქვათ იუმორისტული აქცენტი შემოვიტანო ერთ-ერთმა ალბათ ვიღაცამ შემთხვევით მოусმინა ჩემ გუშინდელ ვიდეოს ანდროიდულ კოლაიდერზე და დაწერა ამ კაცმა, მაპატიეთ ხანდახან ენა მეშლება. ვაი, უბედურო საქართველო, რა გეშველება ამდენი გიჟთან, გიჟის ხელში უпростоრად. ამდენი გადარეულის ხელშიო. ნუ, არა, მე არ ბრასობ, მე ვარ კომენტარებით მომწლია. რატომ ვახსენე ახლა ეს კომენტარი? ბევრს არ ჯერა იმისა, რასაც ამბობენ კონდაქტორები, ვიზიტორები, გამცილებლები, გამტარებლები ენერგიებისა, რასაც მე ვთარგმნი. და არ შეიძლება ამის გამო ადამიანს საყვედური უთხრა, გალანძღვა ამის გამო, რომ ის შენსავით არ ფიქრობს. იგივეს ველიმე სხვებისაგანაც. შენ თუ არ გჯერა, ნუ მოусმენ, ხო? შენ იმას მოусმინე, რაც ქსიამოვნებს, რაც შენ რეზონანსში შედის. იმიტომ რომ ის რაც ხანდახან ჩვენ გონიათ სწორი, არის არასწორი. ის რაც არასწორი გონია, თურმე აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილა. ამიტომ ასეთ საკითხებში და საერთოდ რაღაც საკითხებში ვერ ესპორები ადამიანს. და მით უმეტეს თუ ადამიანი ხიზიანდება და ადამიანი ნერვიულობს, მით უმეტეს ამ დროს უნდა შეწყვიტოთ იმ თემაზე საუბარი, რაც ამ ადამიანს აღიზიანებს და ნერვიულებს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ასეთ თემებზე საუბარს. იცით რა, მე არც მეცინება უბრალოდ გამეხიმა, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც მეც ფიქრობდი სხვანაირად, მაგრამ დროდახანის განმავლობაში არა, ასაკთან არაფერი კავშირი არ აქვს აზროვნების შეცვლას, არა. მე თქვენ იცით გეტყვით ახლა ახალ ამბავს. თურმე
ხო და ეს ამბავი მე გავიგე ერთ-ერთი ვიდეოდან მე მინდა ამ ვიდეოს გადათარგმნო იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ტყუება ის ხარ მაგრამ ყოველი შემთხვევაში რომ მე დავუშვათ ვერ გადათარგმნე ეს ვიდეო ნუ გავჭირმო გადათარგმნაში დრო არც ვიცი ვერ გადამიწყვეტია გადავთარგმნო თუ არა იმიტომ რომ ბევრი რამ იქედან ის არის ნუმეროლოგი ის ქალი ქალბატონი ოლგა გვარი არ ვიცი და მან თქვა რომ თურმე ადამიანს ახლა ჩვენ დროინდელ ადამიანს აწერია სიცოცხლის ვადა 192 წელი წამოიდგინეთ 192 წელი თუ მან იცხოვრა ისე როგორც ხოდა დაგეგმილი სანამ მაგ დაიბადებოდა ჩვენ უმეტესწილად ყველა არა შეიძლება იმიტომ რომ ზოგი მოვიდა საიდუმლო კოსმოსური პროგრამების წრეხის ქვეშ ხო იმიტომ რომ ეს პროგრამები აიძულებდნენ სულებს წრეზე ევლოთ რომ ენერგია ამოეკაჩათ მე მისგან ამ სულისგან თუ სწორად იცხოვრა სულმა ის დასაკურელია იცხოვრეს 192 წელს ხო არის მაგალითად საქართველოს მაღალმთიან რაიონებში იგივე იაპონიაში ხალხი ხანძრივად ცხოვრობს ხო ეს იმასია დამოკიდებული თუ შენ როგორ განწყობაზე ხარ თუ შენ რით იკვებები როგორი აზრები გავს და მაღალმთიან რაიონებში აი მაგათი ჩვენი საქართველო ავიღოთ გამიგონია რომ ბევრმა იცხოვრა 120 წლამდე რუსეთში კიდე ძველად 300 წელი ცხოვრობდნენ რუსეთში 300-500 წლამდე სანამ ტარტარი არ დაინგრეოდა ტარტარიის ცივილიზაცია ასე თქვა ტარტარიის ის არ იყო იმპერია ეს იყო ცხოვრების წესი სანამ არ დაანგრევდნენ ტარტარიულ ცხოვრების წესს მანამდე ხალხი ცხოვრობდა 300-500 წლამდე და პეტრე პირველი ანადგურებდა მოხუცებს რომლებაც მიაღწიეს 3 წელს და მეცაც ეძებდა ასეთ ხალხს და მათ ანადგურებდა კლავდა აკვლევინებდა და ის როდესაც ადამიანი არასრულებს იმ ამოცანას რაც უნდა შეასრულოს ასეთი ხალხი მიყავთ დროზე ადრე ან მიყავთ ან ხდება რაღაც მომენტები რომ გაუთვალისწინებელი მიზეზებიდან გამომდინარე დროზე ადრე მიდის სული აქედან ზოგჯერ არის ისეთი ვარიანტები რომ ადამიანს აპატიეთ მაგალითად ბავშვი უხდება ხო შვილი ზოგჯერ სულები მოდიან მოკლე ვადით 3 დღით 10 დღით ამ შემთხვევაში დასაკურელია მათ უკვე კონტრაქტში აგრეთვე შეთანხმებაში ხელშეკრულებაში უწერიათ რომ მხოლოდ ამ დღით ეს ხდება იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში ვერ მოასწრო სულმა თავისი ამოცანის დასრულება და ზოგჯერ მოდის რამდენიმე დღით და შემდეგ მიდის იმისთვის რომ ის თავისი რაღაცა მცირე ნარჩენი დავალებისა დაასრულოს და მიდის მაგრამ ჩვენ ხომ არ გვახსოვს ეს ამიტომ ასეთ კილოს იწვევს ხოლმე შვილების გარდაცვალება მშობლების გულში კარგით მოდით გავაგრძელოთ როგორც თქვენ იცით რომ პოზიტიური დროის ხაზის ჩარჩოში ახლა არსებობს 12 კონკურირებადი დროის ხაზები 6 ნეგატიური და 6 დადებითი და ძალიან მალე ამ დროის ხაზებიდან დარჩება მხოლოდ 3 ტექნოკრატიული დროის ხაზი რომელიც იარსებებს სადღაც მიახლოებით 1000 წელი და შემდეგ ტექნოკრატიული დროის ხაზები არ იარსებებენ და პოზიტიური
დროის ხაზი პოზიტიური რეალობა კიდევ იარსებებსო მეახლობით 1000 წელი მინდა შეგახსენოთ რომ რატომ 1000 წელი 1000 წელი კოსმოსისთვის არ არის დიდი დრო 1000 წელი დიდი დროა დედამიწელებისთვის დედამიწისთვის საქმე იმაშია რომ ბიბლიაში წერია რომ 1000 წლის ბოლოს იქნება კიდევ ერთი ომი ხო და ბევრჯერ უთქვამს ისმაილ-პრესტაც რომ ეს ომი გოგოებსაც უთქვამს რომლებსაც მე ვთარგმნი ხოლმე რომ ამ 1000 წლის ბოლოს იქნება ომი ხელოვნური ინტელექტის და ცივილიზაციებს შორის და ამ ომში დედამიწელები არ მიიღებენ მონაწილეობას დედამიწა კი არა ყველაზე მაღალ ვიბრაციული მაღალ დონეზე არსებული ცივილიზაციები, სულიერი არსებები, როგორც ანგელოსები, არქანგელოსები, ისინი იომებენ ამ ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს მრავალი ხელოვნური ინტელექტი, ნეგატიური, მრავალი. რასაკვირველია, არსებობს პოზიტიური, ბუნებრივი, კვანტური ხელოვნური ინტელექტი. იგიც სხვადასხვა ყველა დონის გააჩნია თავისი დონის ხელოვნური ინტელექტი, უკვე კვანტურ დონეზე, ბიოლოგიურ დონეზე. ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის არნიშნავს, რომ ყველა ხელოვნური ინტელექტი ნეგატიურია, არა. მაგრამ მანქანას არ უნდა მიცე უფლება შენ შეგცვალოს. ამ შემთხვევაში მანქანა შენ მოკლავს. მოგიცილებს თავი და რა შეჭირდები, ხო? და რამე დაგიხათ ახლა მე ხო აი ეს 1000 წელს როცა ამბობენ იმიტომ ამბობენ რომ 1000 წლის ბოლოს არის მოსალოდნელი კიდევ ერთი შეჯახება ბოროტების წინააღმდეგ როგორც გითხარით მე სილამვერში ამ გაბოროტებულ ამ ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლა აგრეთვე ანტიქრისტესთან ბრძოლა ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში გონი პანდორას ვიდეო იყო 154,000 ეს წმინდანები ყველა 154,000 ყველა ჩამოსულია დაბლა და ბიბლიაში რომან ახსენებული ეს 154,000 შიქ არ შეცდეთ არ მოტყუდეთ ეთი პერიოდი გადაგებდნენ იეჰოვას მოწმეები რომ ჩვენ ვართ ამ 154,000-ში ჩვენ შევდივართო და ბევრი კიდე სხვა გამიგონია ამას რომ ამბობს მაგრამ არ მახსოვს ხა ზუსტად მაგრამ იეჰოვას მოწმეები რომ ამბობდნენ ვიცი არანაირი რელიგიური წამსის წარმომადგენლები არანაირი არც ერთი ადამიანიც კი არ შედის ამ 154,000-ში არც ერთი არც სექტები არც ორგანიზაციები და რელიგიური ორგანიზაციებიდან არც ერთი ვერ შევა ვერც ერთი ვერ გახდება ამ 154,000-დან ეს 154,000 ჩამოსულია დაბლა წმინდანი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკულ მაღალ დონეზე მდგარი სულიერი არსებები რომლებიც აქ მოვიდნენ იმისთვის ყველაჯერ არა გამოხდებული რაღაც ნაწილია მოვიდნენ იმისთვის რომ შეებრძოლონ ამ ანტიქრისტეს მხოლოდ ისინი მიხვდებიან ვინ ანტიქრისტე როდესაც გამოჩნდება ის არის თუ არა მხოლოდ ისინი მიხვდებიან და ისინი შეებრძოლებიან ანტიქრისტეს და ანტიქრისტესთან ომი მოხდება ზუსტად იმ 1000 წლის ბოლოს და ეს იქნება საბოლოო ომი და ამ 1000 წლის შემდეგ როდესაც ყველაფერი უკვე საბოლოოდ დავაგდება გაჩნდება პოზიტიური ნეიტრალური დროის ხაზი რომელიც მისცემს საშუალებას იარსებოს ორივე დროის ხაზებს ანუ ნეგატიური და პოზიტიური დროის ხაზი შეუწყდება ერთმანეთში და ნეიტრალურ ხაზად იარსებებს რაღაც დრო რაღაც პერიოდი რამდენიმე ასობით წლების განმავლობაში ამ საშუალო დროის ხაზის ფარგლებში კაცობრიობა იმუშავებს და იარსებებს გვერდით იმასთან რასაც ჩვენ უწოდებთ პოზიტიურ ხელოვნურ ინტელექტს მაგრამ
ისმაილ-პრესი ამბობს, მე განმეორდებიო და შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ საშუალო, ნეიტრალური, პოზიტიური ხაზის შექმნისასო. ხო, დგება რაღაც მომენტები, როდესაც ნეგატიური ელემენტები, ნეგატიური დროის ხაზისა ახერხებენო საშუალო დროის ხაზში შეპარვას და 1000 წლეულთან მიახლოების რაღაც მომენტში 1000 წლეულის მოახლოების რაღაც მომენტში დადგება 1000 წლიანი მშვიდობა, ჰარმონია და თანასწორობა ორგანულ პოზიტიურ დროის ხაზზე. შემდეგ უნდა მოხდეს ბოლო ომი ომეგას წინააღმდეგ. ეს არის ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ თავარი ასე ვთქვათ. ენგი და მისი თანამოაზროვნების წინააღმდეგ ომი, რომელიც დამთავრდება სრული გამარჯვებით და დადგება ახალ ერად, მაპატიეთ, ახალ ერად. ხო, დაიწყება ამის შემდეგ ახალი ერა კოსმოსურ სამყაროში. რაც ეხება პოზიტიურ დროის ხაზს, მას ალიანსი უწოდებს ოპერაციას კვანტური განთიადი. და ამიტომ გინდა რა თანამედროვე ამერიკის სახელმწიფო ტრამპის ხელმძღვანელობით ისევ უსწრებს ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს და რუსეთს. არა, იმის თქმა არ მინდა, რომ რუსეთი და ჩინეთი ბევრად ჩამორჩებიან ამერიკას, არაო. მაგრამ ისეთი თუ რატომ უსწრებს ამერიკა წინ ის, რომ ხეცი და ალიანსი აკონტროლებენ ყველაფერს. კოსმოსური ძალები კი ამათ ყველას უსწრებს წინ. ბევრმა თვალა იცისო, რომ ბევრი ჩვენი თაობა ხო ვერ გავიხსენე უცებ და სამყარო იმართებოდა კაბალით, ცენტრალიზებული მართვის სისტემით, მონარქიის ოლიგარხებით. და დღემდე არსებობდა ძალიან ბევრი ცენტრალიზებული მართვის ფორმები და ამაში შედის ცენტრალიზებული ფინანსები, ცენტრალიზებული ენერგიები. სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა ფიატური ვალუტის არსებობა. კონტროლი მედიაზე. ეს სტრუქტურები იყო ეფექტიური ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, როდესაც ამის გამო მაგათმა სრულიად გაანადგურეს ტარტარია. თუ ამჩნევთ ტარტარიის საკითხი უკვე ხშირად ამოტიტდება ხოლმე ინტერნეტში და ბევრ ვიდეოებში. ხშირად ახსენებენ ტარტარიას და ტარტარიის საშუალებებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს. და ინდუსტრიალური ეპოქა დადგა უცებვე ტარტარიის განადგურების შემდეგ. და ეს სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოვიდა, ყველა იყო გააქტიურებული ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, როდესაც დაიწყო ინდუსტრიალიზაცია ყველა ქვეყნებისა. მათი სასარგებლო, ასე ვთქვათ, თვისებები, ასე ვთქვათ, გაქრა, ამათ უკვე ყველაფერს არ მოაქვს სასარგებლო მოქმედება, სასარგებლო შედეგი არ მოაქვს უკვე. კაცობრიობის ცივილიზაციის შემდეგი ფაზა არის, რომელსაც აკონტროლებენ და ხელმძღვანელობენ კოსმოსური ძალები. ეს არის კვანტური ცივილიზაცია, მაგრამ დადებით დროის ხაზზე. და ამაში შედის, ეს თავში შეიცავს კიდევ დედამიწის 4 განზომილებიან რეალობას, მეხუთე განზომილებას
და მაღლა მდებარე განზომილებებს. ხედვა ამ ახალი მიწისა იქნება რეალიზებული და ეს გახდება ესე იგი ეს ყველაფერი შეიძლება ისე რომ ცენტრალიზებული სტრუქტურები იქნებიან ასე ვთქვათ შეცვლილი ციფრული მექანიზმებით, ოღონდ პოზიტიური ციფრული მექანიზმებით. იქნება სუფთა ენერგია, ჩვენ გადავალთ ცენტრალიზებული კონტროლირებადი სამყაროდან პლანეტარული თანამშრომლობის ფაზაში. მიწირმა ალიანსმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიმყოფებით საწყის ეტაპზე, საწყის ფაზაზე, ფინალურ დასრულებამდე. და ეს გადასვლა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, ცნობილია როგორც ოპერაცია განთიადი. რა არის მიწირი ალიანსი? მიწირი ალიანსი არის ეს სხვადასხვა ქვეყნის დაჯგუფება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ დაჯგუფებაში ალიანსის სახით სხვადასხვა სამხედრო კოალიციიდან მოსულები. მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალებიდან, ჩინეთის სამხედრო ძალებიდან, ბრაზილიური, ინდური, სამხრეთი აფრიკის და სხვა ქვეყნებიდან სამხედრო განაყოფებიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ააშენონ უკეთესი სამყარო და სხვა მსოფლიო მართლობა. ყველა პროცესები მიდის იმისკენ, რომ ჩვენ გავხდეთ ცივილიზაცია პირველი ტიპის. ახლებისთვის ვინც არის ისო, რას ნიშნავსო ეს მოგვიანებით მოგიყვებითო თუ რას ნიშნავსო პირველი ტიპის ცივილიზაცია. მას აქვს ერთ-ერთ ვიდეოში მონაყოლი. ჩვენ პოზიტიურ დროის ხაზში დაციფრული დროის ხაზიდან განსხვავებით, ტექნოლოგიური დროის ხაზიდან განსხვავებით, ეს ინფორმაცია ცოცხალია, რადგან მას ჩვენ ვიღებთ კვანტური მდგომარეობაში, რაც იძლევა საშუალებას კოორდინაცია გაუკეთოს მონაცემების დიდ რაოდენობას. ჩვენ დავჩათო რამდენიმე წელი, რა დროში ჩვენ უნდა გადავიდეთო ახალ ტექნოლოგიებზე. ამ პერიოდში ყველაფერი შეიცვლებაო. სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ყველაფერი დანარჩენი შეიცვლებაო ყველაფერი. და აგრეთვე შეიცვლებაო კომუნიკაციის წესები. ყველაფერი ეს გახდებაო ნაწილი ინტეგრირებული პლანეტარული ქსელისაო, რომელიც მიზან დასახულია შეამციროს გარემოს დაბინძურება. ჩვენ შევწყვეთ ჩვენი პლანეტის დანგრევას. აი ამიტომ იყო ინდუსტრიალური ეპოქა ყველაზე მთავარი მტერი დედამიწის ეკოსისტემისთვის. ჩვენ შევამცირებთ ამდაგვარად გარემოს დაბინძურებას, რადგან დღევანდელი ტემპით, რაც ხდება დღევანდელი ტემპით, ჩვენ დავჩა 10 წელზე ნაკლები. მაგრამ ამ გადასხლის გამო, ამ ტრიფურკაციის გამო და ყველაფრის გამო, რაც დღეს ხდებაო, ყურისებს მიღმა, ჩვენ ნამდვილად შევეჯახებითო მასშტაბურ ცვლილებებს და ჩვენ მაგ პერიოდში, მაგ დროს შევეცდებითო მინიმუმამდე მივიყვანოთო ეკოსისტემის დაშლა, დანგრევაო, აგრეთვე ჩვენ შევეცდებითო დაღრიბებული მოსახლეობის ფენისთვის მოახერხოთო ბარაქის მოზიდვაო. ალიანსის ნათქვამით, ჩვენი პლანეტა არის გარშემორტყმული ტიროიდალური ველით. რაც ნიშნავს თვით ამღდგენი ენერგეტიკული წყაროთი. წყაროს, ანუ
თვით ამღდგენი ენერგეტიკული წყაროს ფლობელია დედამიწა, ეს სტერეოდული ველი, რომელიც არის დედამიწის გარშემო, ნიშნავს წყაროს თვით ამღდგენი ენერგეტიკული ველისა, ანუ თვითონ კურნას თავისთავად თვითონ გამოიმუშავებს ამ ენერგეტიკულ ველს. უпроსტად ენერგიებს, რაც სჭირდება სასიცოცხლო ფუნქციებისთვის დედამიწას და იმ სიცოცხლეს, რომელიც ბინადრობს დედამიწაზე. ბებერჯერ მithქვამს, რომ ჩვენ და საერთოდ ცხოველების საერთოდ სულები, თუნდაც ხა ბუნების სულები არის როგორ აწყობილი, მაგრამ ადამიანის სული და ცხოველის სული. საერთოდ ცხოველების სული და ადამიანის სულს გააჩნია ენერგეტიკული ელექტრომაგნიტური ველი, როგორც დედამიწას და ჩვენ სულ ვართ ურთიერთობაში და კონტაქტში დედამიწის ველთან. ამ ჩაბეტონებამ, ამ ქალაქების ჩაბეტონებამ და საერთოდ ასფალტების გაყვანამ ჩვენ მოგწყვეტა დედამიწას, რადგან ადამიანი, რომელიც მიწაზე დგას, ფეხშეშველა ფეხებით, შიშველი ფეხებით, უფრო იმას გრძნობს ენერგეტიკულ მოზღვევას, რადგან ახლო კონტაქტი აქვს, მაგრამ თქვენ თუ ბეტონზე დადიხართ, ან რეზინის ჩექმები გაცვიათ, ან ისეთი მასალისგან გაცვიათ ფეხსაცმელი, რომელიც არ ატარებს, რომელიც ხელს უშლის დედამიწის ენერგომაგნიტურ ველის კონტაქტს და მაპატიეთ დედამიწის ენერგომაგნიტური ველის და ადამიანის ენერგომაგნიტური ველის კონტაქტს. იმიტომ რომ ჩვენ ვიკვებებით, ჩვენ ენერგიებს ვიღებთ მიწისგან, საერთოდ ვიღებდით სულ. მაგრამ ვინც ქალაქში ცხოვრობს, იქ ხალხი იფიტება. რატომ? იმიტომ რომ იქ არის სულ ყველგან ყველაფერი ჩაბეტონებული, მოპირკეთებული. თან ისეთი მასალებია გამოყენებული, რომლებიც დედამიწასთან კონტაქტში ხელს უშლის ადამიანს. და ქალაქებში ყოველთვის ჭარბობს ქრონიკული დაღლილობა, გადახლილობა, საერთოდ აგრესია, ემოციური ამორჩევები, იმიტომ რომ და ხალხი ხარჯავს ენერგიას, მაგრამ ამ ენერგიის აღდგენას ვერ ახერხებს. თანდათანობით ამ ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან პარალელურად ჩანერგვასთან, სწორი იქნება ასე ვთქვა, ახალი ტექნოლოგიების ჩანერგვასთან პარალელურად გაუქმდება ძველი ტექნოლოგიები, რომლებიც დამოკიდებულია დედამიწის რესურსებზე. ნავთობი იქნება, ეს აირი იქნება თუ ნახშირი, თუ კიდევ სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტური ტექნოლოგიების უფასო ენერგიის გამოჩენითო ქალაქები გახდება უფრო სუფთა, ოკეანები კი დაიწყებენ გაწმენდას თავისით აღდგენას და დაუბრუნდებიან თავიანთ საწყის მდგომარეობას. ჩვენ ვაბინძურებთ პლანეტას. ჰაერის ხარისხიც გაუმჯობესდება. ვერ ვიტყოდიო, რომ 10 წელი ეყოფაო ამას, მაგრამ 100 წელი მაინც დაჭირდებაო. 300 წელი, მიახლოებით 300 წელი, ხო? ჩვენ ნამდვილი ჟანგბადით კი არ ვსუნთქავდითო. და ჩვენ ვნახავთო თუ სასოფლო სამეურნეო სტრუქტურები როგორ აღადგენენო გამოფიტულ ნიადაგს. ნარჩენები რაოდენობა შემცირდება, რადგან ჩაინერგება განვითარებული
თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განწმიდავენ, გადაამუშავებენ ნარჩენებს და ამის შედეგად ნარჩენები დედამიწაზე შემცირდება. დაიწყება ეკოლოგიური რენესანსი. ამ პლანეტარულ რეფორმაში პირველ ადგილზე დააყენებენ მიწას, რადგან ამ დროის ხაზის ტრაექტორიაზე მიატოვებენ ჩვენი პლანეტის დანგრევას, ბუნების განადგურებას. დაიწყებენ ბუნების შევსებას და შენარჩუნებას. მაგიდა ქანაურს და ტელეფონი მივარდება. ეს არის ძველი მაგიდა, მაგრამ ხახალდი ვარდება, კარდონი უნდა საცხალს ხონდა კარდონი უნდა შემდვა ამ ფეხის ქვეშ, რომ დავამაგრო. მაგიდა კუთხეში მივდგი ახლა აქეთ. ცოტა ადგილის განთავისუფლდა ჩემი გამოსასვლელი დასაბანი, მაგრამ აი ამას ვერ უშველე ჯერ ვერაფერი. და ქანაურს და ტელეფონი მივარდება, ამიტომაც სულ ვასწორე. ამ გადასვლას ალიანსის წევრები უწოდებენ კვანტური სისტემის აქტივიზაციას. და მე ვიყავიო პირველი, ვინც წარადგინაო ეს კვანტური თავისუფლების სისტემა, ამბობს პერესი. კვანტური ფინანსური სისტემა დეცენტრალიზებული ვალუტური სისტემა, რომელიც იქნება მხარდაჭერილი, რომელსაც ასე ვთქვათ, სახტენი ექნება ძვირფასი მეტალებით, იმუშავეს ტანდემში კვანტური თავისუფლების სისტემასთან ერთად და ეს კვანტური თავისუფლების სისტემა წარმოადგენს გლობალურ კვანტურ სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს დეცენტრალიზებულ ენერგეტიკულ სისტემებს და მომარაგებად სტრუქტურებს. ალიანსის მისია იყო შემუშავებული ასობით წლების წინ, რომელიც ცნობილი იყო ტრამპში, როგორც 1000 წლეულის მისია. კვანტური ერა რას ნიშნავს? კვანტური ერა ნიშნავს იმას, რომ ხელოვნურ დეფიციტს შეანაცვლეს ხვავდა ბარაქიანი პერიოდი. ანუ ხალხს ექნება საკვები. თუ რა გონიათ ახლა ჭირს და იმიტომაც საკვების დეფიციტი არა. ხელოვნურად ქმნიან დეფიციტს, იმისთვის რომ მართონ მასები. რადგან ხშირი ადამიანის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გამძღარი ადამიანის მართვა და ნასწავლი ნაკითხი ადამიანის მართვა უფრო ადვილია. ახლა გადავიდეთო იმ ბრიფინგზე მოცემული ინფორმაციაზეო, რომელიც მოგვაწოდაო ალიანსმა და რომელსაც ჰქონდაო დაშვება მეშვიდე დონისა. ანუ გასაიდუმლებული იყო და ჰქონდა დაშვება მეშვიდე დონისა. ესე იგი, იმის გამო რომ ამერიკა ლიდერებს ტექნოლოგიების სფეროში და ეს არ ეხება მხოლოდ კვანტურ ტექნოლოგიებს. შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური მოლაპარაკებებიო შევიდაო ახალ ფაზაში. მაგალითად, ჩინეთსო აქვსო თავისი პროგრამა კოსმოსურ პროგრამებთან დაკავშირებით, აქვთო კოსმოსში თავისი კოლონიები და არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ რუსეთსაც აქვსო კოლონიები კოსმოსში, მაგრამ ეს არაო იმასთან შედარებით, თუ რა მიღწევები გვაქვსო ჩვენ. პოზიტიური სამხედრო პროგრამების ჩარჩოებში, რომლებიც რეალიზდებოდეს იქნება ახლა კოსმოსური ძალების მეშვეობით, ანალიტიკოსებმა მოვიდნენ იმ შედეგამდე, რომ ამერიკელები ფლობენ უფრო მაღალ განვითარებულ ტექნოლოგიებს და ფლობენ უფრო მეტ შესაძლებლობებს პროგრამის განვითარებლად
სახელწოდებით მზის დაცვა. და ამ პოზიტიური საიდუმლო კოსმოსური პროგრამის მიხედვით 10 წლის განმავლობაში ეს სარევოლუციო ასე თქვათ გარღვევებმა მოიყვანეს ასე თქვათ გამარჯვებები, ანუ განვითარება მოახდინეს განვითარება, ხო, ზუსტად იქნება სწორი იქნება თუ ასე ვიტყვი, მოახდინეს განვითარება კვანტურ გამოთვლებში, კვანტური გამოთვლების სფეროში. ტრამპი იმიტომ დაუახლოვდაო პუტინს და სი ძინპინს, ჩინეთის ლიდერს, რომ გააჩნიაო წინწასული მაღალ განვითარებული ტექნოლოგიებიო და პუტინს და სი ძინპინსაცო უნდათო მიიღონოთ ვდომა ამ ტექნოლოგიების მისადმი. იყო შემოშავებული გეგმა, მაგრამ ამ გეგმის რეალიზაციისთვის იყო საჭირო რამდენიმე პირობა. პირველი პირობა შედგებოდა ძველი ენერგიის ენერგიის გამოყენების ძველ წესთან დაკავშირებით. ესე იგი, პირველი ეხება პირობა ძველ ენერგიების გამოყენების მეთოდს, მათ შორის არის ნავთობი. მეორე პირობა კი ეს არის ის ელემენტი, რომელიც ხელს უშლის ჩვენ კაცობრიობას შეაბიჯოს ოქროს საუკუნის ცივილიზაციაში. ეს არის ასეთი გლობალისტური ორგანიზაციები, როგორც გაერო, როგორც ნატო, როგორც ევროკავშირი, მსოფლიო ეკონომიკური ორგანიზაცია, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია და სხვაებიც. ახლა ესე იგი იქნება გეგმა თუ როგორ უნდა მოიცილონ თავიდან ეს ბოლო ელემენტი, რომელიც დგას გზაზე და ხელს უშლის განვითარებას. და ის რაც ახლა ხდება, იმის შედეგია თუ კოსმოსური ძალები როგორ ლიდერობენ ამ სფეროში. ჩინეთი უსწრებს წინ ტექნოლოგიების განვითარებაში 6-7 წლით წინ, რუსეთი ცოტათი ჩამორჩება ჩინეთს, პლუს მინუს 500 წელი, კოსმოსური ძალები კი მათ უსწრებენ ამ ორ ქვეყანას 1000 წლით. პრესი ამბობს, რომ რაც მედიაში საუბრობენ ირან და ამერიკას შორის ურთიერთობაზე ტყუიაო, ამერიკა არის წინწასული ყველა მხრივ განვითარებაში და ამერიკას ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, ემორჩილებაო ყველა კოსმოსურ საკითხებთან დაკავშირებით. რადგან კერძო სექტორში, ანუ კოსმოსურ სექტორში ამერიკა უსწრებსო ყველას 1000 წლით და გვინდა რომ ეს ტექნოლოგიები გავასაჯარავოთო და გაუზიაროთო ეს ინფორმაცია დარჩენილ სამყაროს. ალიანსის ინჟინერებმა აღწერეს ეს ინტეგრირებული სისტემები როგორც დამცავი ტექნოლოგია გარე მუქარისაგან დასაცავად, აგრეთვე კიბერომების საწინააღმდეგო და ელექტრონული შეტევების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები. სპუტნიკებისთვის, ანუ თანამგზავრებისთვის შეფერხებების შექმნა და კონფლიქტების სხვა ფორმების წინააღმდეგ
დასაცავად. ხო, ანუ ამ ტექნოლოგიებში შედის როგორც ამ ტექნოლოგიის მეშვეობით კი არ აპირებენო, მაგალითად წინასწარ თავდასხმას რამეზე ვინმეზე ხო? არა. სანამ არ შეეხებაო მოსახლეობას, მანამდე არ უპასუხებენო. ანუ სანამ მოსახლეობას არ შეექმნება საფრთხე ვინმესგან ან რამესგან ან რაღაცისგან, მანამდე არ ჩაერევიანო. ამიტომ რომ ამბობენ მესამე მსოფლიო ომი მოსალოდნელია. არ უსმინოთ ამ კონდაქტორებს, რომლებიც ამბობენ, რომ მესამე მსოფლიო ომი მოსალოდნელია. კი, არის იმის საფრთხე ჩვენ პოზიტიურ ორგანულ დროის ემუქრება, მაგრამ ემუქრება იმ ადამიანებისგან, რომლებიც სულ ფიქრობენ ნეგატიურზე. ანუ შიშით წარმოიდგენენ, რომ აი მაგალითად დაიწყო ომი, ვინმე ჭურვი ააფეთქა, ხო? ასეთი აზრები არ უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენი აზრებით ვეხმარებით, ჩვენი პოზიტიური აზრებით დედამიწას. ჩვენი დროის შენარჩუნებაში, დროის ხაზის შენარჩუნებაში. და როდესაც დაუშვათ ადამიანები შიშით ამბობენ, აი, შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და კიდევ ვიღაცა გამოდის და ამბობს, კი, მსოფლიო ომი გადაუვალია, მესამე მსოფლიო ომი. აგერ ლირიც გამოვიდა, იური ლირი. მაგრამ მან ის კი არ თქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, არა, მან თქვა, რომ არისო რისკი იმისა, რომ დაიწყოსო, მაგრამ ეს ყველაფერი არისო ჩვენზე დამოკიდებული, მაგამაც თქვა ეს. ყველა მამას ამბობს, ვისაც კარგი უნდა, ვინც იბრძვის დედამიწის გადარჩენაზე, კაცობრიობის გადარჩენაზე, ჩვენი დროის, ახლანდელი დროის ხაზის გადარჩენაზე, სადაც ჩვენ ვართ, ვიმყოფებით ამჟამად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე. მესამე მსოფლიო ომი ფიზიკურად კი არის, მიდის ახლაც მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ არა ფიზიკურ დონეზე, არა მატერიალურ დონეზე, არა. ახლანდელი ომი, ეს არის ომი ადამიანის ცნობიერების გადარჩენაზე, ადამიანის სულის გადარჩენაზე. ფიზიკური მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ჩვენი ფიქრებით არც კი გავიაზროთ უნდა, რომ მესამე მსოფლიო ომი მოხდება. ეს არავის არ უნდა სინამდვილეში. და ვინც ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი გადაუვალია, არ უყუროთ იმ ვიდეოებს. ეს ვიდეოები სპეციალურად ინტერნეტში დადებული, რომ ხალხი დააშინონ, ხალხი პანიკაში. ახლა ზოგჯერ ბევრი ამბობს, აი რატო გვაშინებთო? ეკითხებიან ხოლმე ამ კონტაქტორებს, წამყვანებს, რატო გვაშინებთო? ეთყობა თან ერთთან ქალმა წავიკითხე კომენტარებში ქალბატონი აი გამოიცა გვარი ქართული წინასამეტყველო რომა კაკულია გონი თუ არ ვცდები ხო და ერთ კომენტარში დაწყევლა ის ქალი რატო გვაშინებთო რატო იწყებლები შეადამიანო რისთვის იწყებლები არავინ არავის არ აშინებს ასეთი ამბები რო გვესმის კი არ უნდა შევშინდეთ და პანიკაში კი არ უნდა ჩავარდეთ არამედ აი მაგალითად მე როდესაც დავიწყე ასეთი ამბების მოსმენა ახლა რასაც მე თქვენ გიყვებით ჩემთვის ვეკითხებოდი პროსტორად აი შენ ისეთ მდგომარეობაში რო აღმოჩნდი აი მაგალითად წინ ნახო ეს არსება ნახო ის არსება ან ამ და იმ სიტუაციაში შენ რას იზამ რომ მოხდეს ეს სიტუაცია მიიღო უნდა ეს როგორც ჩვეულებრივი ამბავი არ უნდა შეშინდე არ პანიკაში არ ჩავარდე მე ჩემთანს ვამუშავებდი რომ რაც უნდა მოხდეს ხანდახან თქვენ რა გონიათ იცით რამდენი ნეგატიური აზრში მომაპარებენ ხოლმე მე ვამბობ მე რა ან მომცილდი ან მომაშორე შენი ნეგატიური აზრები ან მე რა შევცვლი რომ მოხდეს ვერაფერს და ასე
ვცდილობ ეს ნეგატიური აზრები თავიდან მოვიცილო. იმიტომ რომ ვიცი რომ თუ ყურადღება რის მიმართ გაქვს, იქეთ მიდის შენი ენერგია. მე ისიც ვიცი, მე დღეს ცოცხალი იმიტომ ვარ, რომ სამყაროს თხოვე. რომ მე მინდა სულიერი განვითარება. მინდა სხვაცას დავიხმარო სულიერად. მართალია, მე ახლა ასეთ პირობებში ვარ, მაშინ სხვაგან ვიყავი. მაგრამ მომეცით საშუალება მე ჩემი საქმე გავაკეთო. აი შემიცვალეთ ეს პირობები, ამცეთ პირობებზე და დამიმატეთ წლები. თუ ჩემი წაყვანაკი და თუ ჩემი დაუშვათ, სიკვდილს გულისხმობ. წამიყვანეთ, მაგრამ თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ მე ამას გავაკეთებ და გამოდგები კიდე ცოტა ხანი დედამიწაზე, მაშინ მომეცით იმის საშუალება, რომ მე ეს გავაკეთო. იმასაც ახლა მე ვაკეთებ. ამას ვაკეთებ, ხო, მაგრამ მე რომ ეს მე ხარ რომ დაუშვათ. ამ გზიდან გადავხვიო სადმე სხვაგან, მე ვიცი რომ მე დიდხანს არ გამაჩერებენ. არა, მე სიკვდილის არ მეშინია. უბრალოდ მე უთხარი სამყაროს და ნათელ ძალებს რომ მე არ მინდა ისე წავიდე აქედან, რომ არ დავასრულო ჩემი მისია. შეიძლება ჩემი მისია რაღაც ამოცანა, რაც მე შეიძლება სხვა ამოცანა იყო დაკისრებული ჩემზე, მაგრამ რადგან მე არ გამომდიოდა, რადგან 100 კონტროლი იყო ჩემს მიმართ იმ ხრივ რომ მე არ მაძლევდნენ თავისუფლებას ფიზიკურად. არ მაძლევდნენ იმის საშუალებას რომ მე ჩემ გზას გავყოლოდი და ჩემი გზა განვითარებინა. გარბოდი ბევრჯერ მამაჩემისგან, უკან მაბრუნებდნენ. იმიტომ რომ ის არ იყო ის ცხოვრება რაც მე მინდოდა. წამოიდგინეთ. ერთი პერიოდი ისე ვიყავი სულიერად დაქვეითებული რომ მომიდა ხატვა. მომენატრა ხატვა. იმასაც ჩუმად ხატავდი. რომ არ ენახა მამაჩემს რომ ხატავდი, იმიტომ რომ არა. Отвечающим за интеграцию этих возможностей. ამჯერად კოსმოსური ძალები არიან ცენტრალური კოორდინირებადი ორგანო, რომელიც პასუხს აგებსო ერთიანი თავდაცვის ქსელთან შეფარდებაში. და ეს დაკავშირებულია ოქროს გუმბათთან, ოქროს გუმბათის შექმნასთან და ალიანს თulis რომ ბევრმა ქვეყნებმა გაიაზრა ის რომ თანამშრომლობა უფრო უკეთესია ვიდრე კონფრონტაცია. და ამასთან დაკავშირებითაა რომ დელეგაციები შიდა მიწიდან შეხვდნენ ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერებს, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ბევრი ფოტოები ამათ შეხვედრებთან დაკავშირებით იყო ფეიკური, ანუ ცრუ, ბევრი ფოტო იყო ნამდვილი. ფოტოები რომ განახეთ მე თქვენ, რომ დავდე, ასეთი ფოტოები დადის ბევრი ფეიკური ფოტო, მაგრამ ისმაილ პერესის ვიდეოში რომ განახეთ, ისეთი ფოტო კიდევ დენა, აი ეს ფოტოები ისმაილ პერესმა რომ განახა ჩვენ თავის ერთ-ერთი ვიდეოს დასაწყისში, რომელიც მე გადავთარგმნე, ის ფოტო ნამდვილიაო. და იყო დამტკიცებული რომ წარმომადგენლები შიდა